2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედა ექთნებისა და მეანექთნების სახელმწიფო რეესტრი, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდასა და ხარისხის კონტროლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ექთნების დეფიციტზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროფესია მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო ნაკლებად პოპულარული ხდება, ხოლო ბევრი ექთანი სამუშაოდ უცხოეთში მიდის. ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საექთნო დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ მაია გოგაშვილთან და ამავე დეპარტამენტის კლინიკური სწავლების ხელმძღვანელ მანანა მაჩიტიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ისინი ხელმძღვანელობენ საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შემუშავებულია ევროსაბჭოს დირექტივების, ექთნების საერთაშორისო საბჭოს მოთხოვნებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით. ამიტომაც ეს განათლება მათ აძლევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში დასაქმების საშუალებასაც. მოგესალმებით, მეგობრებო. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან მოხვედით. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, რომელზეც ჩვენს გადაცემის მიღმა არაერთხელ გვისაუბრია ექთნების როლზე სამედიცინო სისტემაში და პირველი კითხვა ზოგადად, ასე თქვა, ზოგად კითხვას დავსვავრავ, რას ნიშნავს საერთოდ საექთნო საქმე და რას ნიშნავს ბაკალავრი ექთანი? აი ეს ყველაფერი რომ აგვიხსნათ მეც და მაყურებელსაც. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საკითხს უთმობთ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მომხმარებლები, ჯანდაცვითი სერვისების, ძალიან დაინტერესებულები ვართ, რომ გქონდეს ხარისხიანი მოვლა. იკითხეთ, რას ნიშნავს ექთანიო? იცით, აღმოჩნდა, რომ ჩვენ თურმე არც ვიცოდით, რას ნიშნავს ექთანი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ექთანი ჩვენთვის იყო ვინ? დამხმარე, ექიმის მარჯვენა ხელი. ყოველთვის ასეთ განმარტებას მოისმენდით. რეალურად ექთანი არის ცოტა განსხვავებული ფუნქციის მატარებელი. ექიმის მოვალეობა, გასინჯვა, დიაგნოსტირება, დანიშნულების მიცემა, დანარჩენი პაციენტის მონიტორინგი, პაციენტის განათლება არის სრულად ექთნის საქმე. რაც ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ყავს უმაღლესი განათლების ექთნები. სამწუხაროდ დავითანხმები ხალბატონ მაიას, რომ სამწუხაროდ მოსახლეობაში ჯერ კიდევ არ არის გააზრებული, ვინ არის ექთანი. აი რომ ვიკითხოთ, ხო, აი რა შედის ექთნის ფუნქციაში, ისევ მიდის რომ მხოლოდ ნემსის გაკეთება და ექიმის დანიშნულების შესრულება. დიდი წნევის გაზომა, თუმცა ექთანს გაცილებით ბევრი ფუნქცია აქვს და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით პაციენტის უსაფრთხოების საკითხში. და კლინიკური მიმართულება, კლინიკური მკურნალობის დროს წარმოუდგენელი არის პაციენტის უსაფრთხოების არ გათვალისწინება და ლომის წვლილი სწორედ ექთანს მიუძღვის, იმიტომ რომ ექთანი რაც უფრო განათლებულია, რაც უფრო მეტი მაღალია მისი საბაზისო ცოდნის უნარი, გადამზადების შედეგად მიღებული, ეგრეთ წოდებული ტრენინგების შედეგად განახლებული ცოდნა, მით უფრო აღჭურვილი არის და მით უფრო მობილიზირებულია იმ ახალი გაიდლაინებით ცოდნით, რომელიც აუცილებელია მინიმუმ რომ დროულად აღმოაჩინოს თუ კი რაიმე გართულება ექნება პაციენტს, იმიტომ რომ ექიმი ყოველთვის არ არის პაციენტთან. ერთ-ერთი რაც ხსენეთ არის ექთნის უნარი, რომ თავად ნახოს ცვლილებები პაციენტის მდგომარეობაში და მოკლედ იქნება ეს ჩათო სამედიცინო გუნდი ან თავად რაიმე ქცევით ეს მდგომარეობა გამარჯვებას, ხო? როგორ ექცევა მნიშვნელობა თქვენს უნივერსიტეტში საექნო დიაგნოზის შესწავლას ექნებისთვის, რომ შეძლო ამ სამედიცინო ცვლილებების თავად აღქმა და რეაგირება სწორედ. მადლობა, ძალიან კარგი კითხვა არის. საექთნო დიაგნოზი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საექთნო პროფესიაში. რომ შევადაროთ საექთნო დიაგნოზი და სამედიცინო დიაგნოზი, ხო, სამედიცინო დიაგნოზი ისმება ერთხელ კლინიკაში, როდესაც შედის პაციენტი, მას ესმება სამედიცინო დიაგნოზი და მკურნალობა მიმდინარეობს ამ სამედიცინო დიაგნოზის გაუმჯობესების ან აღმოფხრის მიზნით. საექთნო დიაგნოზი დღეში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან შეფასების შედეგად რა ცვლილებები შეიძლება ქონდეს. შეიძლება გაუმჯობესება ქონდეს, შეიძლება გაუარესება ქონდეს, შეიძლება სტაბილური იყოს. სტაბილურობის შენარჩუნება ესეც უკვე რაღაც საექთნო მოვლის შეიძლება მიზანმიმართული იყოს მიზანი საექთნო მოვლისათვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ნიშნულოვანია რა თქმა უნდა საექთნო დიაგნოზის ცოდნა და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებას ვამახვილებთ ამაზე. არსებობს ესეთი ნანდა საექთნო დიაგნოზები, ეს არის ამერიკის ასოციაციის მიერ შემუშავებული დიაგნოზების ჩამონათვალი,
და რომელზეც მიბმული არის თავისი საერთო დიაგნოზი. ვინაიდან ჩვენი პროგრამა, როგორც ახსენეთ, საერთაშორისო სტუდენტებისთვის არის საერთაშორისო ამერიკულ და ევროპულ დირექტივებზე არის აგებული. აქედან გამომდინარე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას და მეორე სემესტრიდანვე, როგორც კი სიმულაციური სწავლება შემოდის უკვე ჩვენი სტუდენტების სასწავლო გრაფაში, ეგრევე მაშინვე უკვე ვაქცევთ ყურადღებას საერთო დიაგნოზებს. წარმოუდგენელია პაციენტის შეფასება საერთო დიაგნოზამდე არ მივიყვანოთ, თერაპიის, ქირურგიის ან ნებისმიერი კლინიკური საგნის სწავლება ორიენტირებული არის სწორედ იმისთვის, რომ აი რა არის პაციენტის შეფასების შემდეგ, რა საერთო დიაგნოზი აქვს ამ პაციენტს, რომ შესაბამისი უკვე მოვლის გეგმას შემუშავდეს. დავამატებდი საერთო დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას იღებენ პირველივე სემესტრში, ოღონდ ინფორმაციას. რა არის, რა შეიძლება იყოს. შემდეგ უკვე მეორე სემესტრიდან უკვე მოგეხსენებათ სიმულაციურში და მერე უკვე კლინიკებში გადიან ამას. ნანდასთან დაკავშირებით ჩვენი დეპარტამენტი, საერთო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან. მიმდინარე პროექტია, ჯერ არა აქვს დასრულებული სახე მიღებული, მაგრამ ესტონელ, პოლონელ, ბერძენ, იტალიელ, ესპანელ კოლეგებთან ერთად მუშაობთ ასეთ თემაზე, ხელოვნური ინტელექტის და ნეიროქსელების გამოყენება საერთო დიაგნოზების და მოვლის გეგმების სწავლებაში. არსებობს არაერთი კვლევა, რომ მაგალითად პოსტოპერაციულ პაციენტებში იქნების რაოდენობა დეპარტამენტში განსაცვლელს პაციენტის ცხოვრების ხანგრძლივობას, ისევე როგორც არაერთი მძიმე გართულების აღმოცენების რისკებს, ხო როგორც პნევმონია, ნაწილები ასე შემდეგ. ამის მიუხედავად საქართველოში მაინც ახალგაზრდები არც ისე ხშირად ირჩევენ ამ პროფესიას. სამწუხაროდ, რა პრობლემები დგას დღესდღეობით ამ საბაკალავრო საექნო პროგრამაში საქართველოში? რა გითხრათ, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა. იმ კლინიკებში, ჰოსპიტალებში, სადაც ექთნების 70% და მეტი არის უმაღლესი საექთრო განათლებით, სიკვდილობა და შემოbrunება, ანუ ხელმეორედ სტაციონარიზაცია არის 7-8%-ით ნაკლები, ვიდრე იქ, სადაც არის 70%-ზე ნაკლები. გარდა ამისა, რომ ექთნის დატვირთვა კიდე 2 ზედმეტი პაციენტით სიკვდილობის პროცენტს ზრდის. ანუ ეს მხოლოდ ერთი კვლევა გამახსენდა ეხლა და ეს მოგიყვანეთ მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, რომ დაინტერესდა აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ როგორც ყველაფერში ცდილობენ, რომ პროგრესს დაუჭირონ მხარი. კაცრავად. 2012 წელს გავაკეთეთ საექნო საბაკალავრო პროგრამა. გვაქვს ქართულენოვანი, გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამა. მაგრამ რა მოხდა? აბსოლუტური უყურადღებობა ამის მიმართ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას არ ჭირდება უბრალოდ განათლებული ექთანი. გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც აი ამ მთელი წლების განმავლობაში მივიღეთ, არანაირი ხელშეწყობა ამ საბაკალავრო განათლებას არ ქონია. მოხდა ისე, რომ პროფესიული განათლების ლობირების გამო ქვეყანა აფინანსებს უკვე 5 წელია, ხო თითქმის? აფინანსებს პროფესიულ განათლებას. ნახეთ, 2020-ში გავაკეთეთ საერთო საქმის რეფორმის პოლიტიკა შეიქმნა, რომელშიც შევეცადეთ გაგვეზიარებინა არა მხოლოდ საბჭოთა წარსულის მქონე, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც რაქნეს. ერთ დღეს ადგენდა და დახურეს ყველა პროფესიული პროგრამა, მაგრამ შექმნეს ეგრეთ წოდებული ხიდი პროგრამები, რომლითაც ყველა არსებული პროფესიონალი გადაამზადეს, გახადეს ბაკალავრი ექთანი და შესაბამისად მიცეს ისეთი ფუნქციები, რასაც ცოტა ხნის წინ ქალბატონი მანაც გესაუბრებოდათ.
ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის სიტუაცია, რომ შეიძლება ძალიან დიდი კოლაფსი მომხდარიყო და ამიტომ შევინარჩუნეთ პროფესიული სეგმენტი, მაგრამ ვთქვით, რომ აუცილებელია, რომ საბაკალავრო განათლებას შეეწყოს ხელი. ამის მაგივრად მივიღეთ, რომ ხელი შეეწყო ისე პროფესიულ განათლებას, მოხდა მისი დაფინანსება საკმაოდ მაღალი თანხით. ხალხი შევიდა ამ პროფესიულ განათლებაში, არ წამოვიდა უმაღლესში, იმიტომ რომ უმაღლესი საერთოდ არ ფინანსდებოდა, თუმცა საგრანტო დაფინანსება ეხებოდა. პატარა კვლევა ჩატარდა და გამოიკვლიეს აი ამ პროფესიული კოლეჯების სტუდენტების რა ნაწილი ბრუნდება საავადმყოფოში. მართალი რო გითხრათ, შედეგები ძალიან ცუდი იყო, რატომ? იმიტომ რომ მონაწილეების, ანუ მსმენელების ნახევარზე მეტი აღმოჩნდა, რომ იყო 50+, რომელიც სულ არ აპირებს საავადმყოფოში ექსტრათ მუშაობას. უდიდესი ნაწილი კოლეჯში სწავლობდა მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ესთეტიკურ მედიცინაში მუშაობის საშუალება ჰქონოდა და მცირე ნაწილი უცხოეთში წასასვლელად ემზადება. აქ მინდა ვკითხო თავსა რომ ეს ამაზე კიდევ მეტი ვისაუბრეთ. რა არის ის ბარიერები? ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა სწავლის საფასური, რომლის გამოც შეიძლება ეს რაკი არ აიჩვენო. თუმცა უკვე როცა გახდები პროფესიონალი და ხარ უკვე ექთანი, საქართველოში მაინც გვაქვს პრობლემა, რომ შემდგომი გზა კაფიოდ არ ჩანს. იმიტომ ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს, რომ არ უნდა კლინიკაში ექთანი. სხვა რა კარიერული წინსვლები არსებობს ამ დარგში? არის ეს სამეცნიერო გზა თუ რაიმე სხვა ხერხები, რომ ექთანი უფრო განვითარდეს? ძალიან კარგად გაქვთ შესწავლილი ეს დარგი, დიდი მადლობა. ჩვენთან სამწუხაროდ ეს არის ჩიხი. ეს არის ჩიხი და ამაზე ხშირად არსებული პრაქტიკოსი არაჩვეულებრივი ექცნები ყავს მართლა. ყველაფრის გათვალისწინებით მართლა სასწაულებს ჩადიან, რასაც აკეთებენ. და ისინიც ჩივიან, რომ არ აქვს საშუალება არც კარიერული ზრდის და არც განათლების თვალსაზრისით. მიზეზები, რატო არ მოდიან საერთო პროფესიაში, უამრავია. თუნდაც დაბალი სოციალური სტატუსი. ანაზღაურება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი და პირობები. ძალიან რთულია, როცა არ არის ქვეყანაში განსაზღვრული ექთანზე პაციენტის რაოდენობა. კი. ალბათ მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად კი. თქვენ გამოდიხართ მაგრამ სწორედ ამ კითხვით. საქართველოში განაწილების ეს რაღაც ჩარჩოები არ არსებობს. არის მიღებული შეიძლება 1-4-ზე პაციენტების რაოდენობა ექთანზე, წესაობარი არის ძიმე პაციენტები, შეიძლება 1-5-ზე, 1-6-ზე იყოს. საქართველოში თითქოს ამისი სრული რიცხვი არ არსებობს და ასევე ბევრ ექთანს უწევს, რომ რადგან საკმარისი ექთანი შეიძლება არ იყოს დეპარტამენტში, სხვისი სამსახურის აიღოს საკუთარ თავზე. აი ეს ყველაფერი როგორ აისახება ამ ექთნების უნარზე, რომ იმუშაონ ხარისხიან და პაციენტებს მიეწოდონ საუკეთესო სერვისი. მე მგონი პასუხი შეკითხვაშია, ხო? და არ არის საჭირო დამატებითი რაიმე კვლევების შედეგების მოტანა, რომ გადაღლილობა, გადაწვა, რა თქმა უნდა, აისახება ხარისხზე და არც თუ ისე შორი წარსულიდან შეიძლება COVID პერიოდი გავიხსენოთ, ხო? გადაწვა რამდენად მოქმედებდა სამედიცინო შეცდომებზე და საექთნო შეცდომებზე სამწუხაროდ, რომელიც არ არის აღწერილი საქართველოში. სოფლიოში რამდენიმე ქვეყანაში არის აღწერილი კონკრეტულად საექთნო შეცდომები, თუნდაც იგივე მედიკამენტების ადმინისტრირების დროს დაშვებული ან არასწორი მოვლის განხორციელების დროს სამწუხაროდ საქართველოში არ არის. თქვენ ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ, რომელიც რეალურად მე პაციენტიც ხდება მაგას, ნახევარი ვერ ჩამოვთვალეთ. მიდიხარ კლინიკაში, ამ ყველაფერს ჩვენ პაციენტებიც ვამჩნევთ რა, არ არის მხოლოდ ისე, რომ ვერ ვამჩნევთ, რომ ექთნების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა, პროფესიული რეგისტრაციის პროგრამა ამოქმედება, მაგრამ და ალბათ იქ გამოჩნდება, რომ ძალიან ბევრი ექთანი არის წასული ემიგრაციაში და ამის
ამის გარდა აქ გამოჩნდება ალბათ ისიც, რომ სინამდვილეში საქართველოში ერთ პაციენტზე ბევრად უფრო მეტი ექთანი არის საჭირო და რაოდენობა არ ყოფნის, ასე ვთქვათ, ამის და რა შეიძლება რომ ამ პროფესიულმა რეგისტრაციამ აჩვენოს კიდევ თქვენთვის, როგორ ხედავთ ამ ყველაფერს? ჩემი აზრით, გარდა იმის, რაც ჩამოთვალეთ, აჩვენებს იმას, რომ ეს რიცხვი, რომელიც დღეს გვაქვს, დაახლოებით 22000 ექთნამდე, ხო? ეს არ არის რეალური რიცხვი, იმიტომ რომ ისიც არ უნდა დავგვაუძლეს, რომ ექთნები მუშაობენ ორ სხვადასხვა ადგილას და შესაბამისად შეიძლება სამ ადგილასაც მუშაობენ. ამიტომ გაორმაგებული, დუბლირებულია ფაქტობრივად ექთნები, ხო, იმ სიაში, რაც გვაქვს. 2027-დან სექტემბრიდან უნდა დაიწყოს უკვე გამოცდის გზით რეგისტრაცია და საქართველოში უკვე გვეყოლება 2 დონის ექთანი. ერთი იქნება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთანი, რომელიც ეს არმია რაც ყავს 22000 ქაღალდზე და იქნება რეგისტრირებული ექთანი, რომელიც რეალურად ალბათ იქნება 1-2. ერთი ნამდვილად ვიცი, ჩვენი კურსდამთავრებული იქნება, რომელიც დაიწყებს მალე მუშაობას ერთ-ერთ ქართულ კლინიკაში. ძალიან საინტერესო მუშაობა შევეხეთ, რომელზეც ჩვენც ძალიან ხშირად გვისაუბრია. კი, და მგონი ნებისმიერ სამედიცინო პერსონალს უფიქრე იმაზე, რომ რამდენად გამარჯვებაში უწევთ მუშაობა ექთნებს. კი, ნამდვილად ისეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან ღირსეულ და მნიშვნელოვან პროფესიას უფრო მეტი არიჩევს, თუმცა და შეიძლება აღქმა, რაც ორივე მახსენეთ, რომ ეს სტატუსი, რომ ისინი შეიძლება უბრალოდ იცით რა მთავარი არის ალბათ ეს მასლოუს საჭიროებების იერარქია არსებობს და ექთნების შემთხვევაში ხშირად ირღვევა ხოლმე ეს საჭიროება. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ბევრი აქვს ექთანს, მაგრამ პირველ რიგში ცდილობს, რომ თავისი პროფესიული დაიგმაყოფილოს. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის და ალბათ საზოგადოების გვერდში დგომა ჭირდება ამ საქმეს. აუცილებლად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით. ძალიან საინტერესო იყო.